წელის მალების დაცურება, ამოვარდნა, ანუ ლისტეზი. ხშირად ვითარდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვს ხშირი შეხება მძიმე წონასთან. აგრეთვე ხერხემლის ტრავმებისას, მოხუცებში ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებების დროს, ხშირად ჩატარებული ოპერაცია ერთი და იგივე მალთაშორის დისკზე თიაქრის რეციდივისას, ოსტეოპოროზის დროს, რადგანაც ტყდება მალის დამჭერი ბორჩი და მალა კარგავს თავის სტაბილიზაციას და ის ცურდება. ამ დროს პაციენტს აწუხებს სიმძიმისა და ტკივილის შეგრძნება წელის ქვემო მესამედში, ხოლო ტკივილები უფრო ძლიერდება პაციენტის გადაადგილებისას. დიაგნოსტირების მიზნით ძალიან კარგი საშუალებაა რენტგენოლოგიური კვლევა, ფუნქციური დატვირთვით ოღონდ და ასევე MRT კვლევა წელის სეგმენტის. მკურნალობა. თუ მალა დაცურდა 1 სანტიმეტრზე მეტი დისტანციით, მაშინ უნდა მოხდეს მალის მეტალოსინთეზი, ანუ მისი სტაბილიზაცია ნეიროქირურგიული წესით. ხოლო სხვა შემთხვევაში კი ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ძალზედ ეფექტურია წელის მალების მყარი კორსეტირება, ხოლო ღამით კი პაციენტი იხსნის კორსეტს. წელის მალების კორსეტირება გვეხმარება წელის მალების სეგმენტის სტაბილიზაციის მიღწევაში. და ბოლოს, მალის დაცურების, მისი ამოვარდნის, ანუ სპონდილოლისტეზის დროს დაუშვებელია ქიროპრაქტიკით მკურნალობა, მანუალური თერაპიით, მასაჟით მკურნალობა, ვითომცდა მალის ჩასწორებით. მალის ჩასწორება აღნიშნული მეთოდით ხელით თეორიულად შეუძლებელია. ამით უფრო დააზიანებთ ისედაც დაზიანებულ მალას.